გამარჯობათ, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას, გამდა ცინცაძესთან ერთად. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სათემო რადიოს ჩოხატაურის ხმას. დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია. მოხალისეობა. მოხალისეობა არ არის მხოლოდ დახმარება, ეს არის პასუხისმგებლობა, თანადგომა, სითბო და ძალა, რომელსაც ადამიანები ერთმანეთისთვის ინაწილებენ. სტუდიაში გვყავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ სიკეთეს, უხმაუროდ სიყვარულით და უდიდესი ენერგიით. მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩვენი რადიო მსმენელები უკვე გიცნობთ, რადგან ყველგან თქვენ აქტიურად ხართ ჩართული ჩოხატაურის საქმიანობაში. მოგესალმებით, მე გახლავთ ანასტასია გარბიჭიძე, ჩოხატაურის წითელი ჯვრის ლიდერი მოხალისე. მოგესალმებით, მე გახლავთ მარია მოსეფაიშვილი, ჩოხატაურის წითელი ჯვრის ფილიალის ლიდერი მოხალისე. მოგესალმებით, მე გახლავთ ანა კალანდაძე, ჩოხატაურის წითელი ჯვრის მოხალისე. რატომ გადაწყვეტეთ წითელ ჯვარში მოხალისედ მუშაობა? რა იყო თქვენი мотивация? მოხალისეობა ჩემი თვალით არის კეთილნებით შესრულებული საქმე, როცა ადამიანი საკუთარ დროსა და ენერგიას იყენებს იმისთვის, რომ სხვებს დაეხმაროს და საზოგადოებაში დადებითი ცვლილება შექმნას. ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას, თანაგრძნობას და სურვილს აქტიურად ჩაერთოს საერთო პრობლემის გადაჭრაში. მოხალისეობა მნიშვნელოვანია, რადგან აძლიერებს საზოგადოებას, აერთიანებს ადამიანებს, ავითარებს საჭირო მომსახურებებს, ზრდის ცნობიერებას მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და თვითონაც მოხალისეებსაც აძლევს გამოცდილებას, თავდაჯერებას და ახალი უნარების განვითარების შესაძლებლობას. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზანი, რის გამოც ადამიანი ხდება მოხალისე? მოხალისეობა ზოგადად ჩემთვის, ჩემ თავზე ვიტყვი და ასე ვთქვათ სხვებზეც, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვაძლევს შესაძლებლობას გავლენა მოვახდინოთ სხვა ადამიანებზე და საზოგადოებაზეც. როცა მოხალისეობ და მოხალისეობის პროცესში ვარ, ვცნობ, რომ ჩემი დრო და ძალისხმევა რაიმე უბრალოში არ იხარჯება და რაღაც პროდუქტიულს ვაკეთებ როგორც ჩემი თავისთვის, ასევე ჩემი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვისაც. გარდა ამისა, მოხალისეობა მეხმარება განვითარდე როგორც ადამიანურ დონეზე, ესე ვთქვათ, მოხდეს ჩემი პიროვნება ჩამოყალიბება, ისე როგორც სხვადასხვა მიმართულებითაც. სწორედ ამიტომაცაა მოხალისეობა ჩემთვის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების სტილი, რომელიც დიდი მნიშვნელობა და ღირებულება აქვს ჩემთვის პირადად. დიახ, რა შეცვალა მოხალისეობამ თქვენ ცხოვრებაში და პროფესიულად, როგორ ჩამოგაყალიბათ, რა მიზნები დაგისახათ მომავალში, რა შესაძლებლობები მოგცათ? მოხალისეობამ ჩემში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში უფრო პასუხისმგებლიანი გავხდი. ანუ როცა ვხედავ საქმის რეალურ შედეგებს, სხვანაირად ვდგები თითოეულ დავალებას. ასევე ბევრად უფრო კომუნიკაბელური გავხდი, რადგან სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან მიწევს მუშაობა. ყველაზე მთავარი კი, რაც არის მოხალისეობა მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია, აი მცირე ნაბიჯიც კი ერთმა აქტიურმა ადამიანმა შეცვალოს. რა მიმართულებებით მუშაობ წითელ ჯვარში და რა მოვალეობები გაქვთ ამაზე, რომ ყველამ გამცეთ პასუხი თუ შეიძლება? წითელ ჯვარში სოციალური მხარდაჭერის ჯგუფში ვართ. სტუმრობთ ხანძრასმულებსა და მარტოდ მყოფ ადამიანებს, ვეხმარებით სასურსათო პროდუქტებით და საჭირო ნივთებით, ხშირად უბრალოდ საუბარით და მათთან ყოფნად ძალიან დიდი მხარდაჭერა მათთვის, რადგან ეს სითბოსა და ყურადღების განცდის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, კიდევ წითელი ჯვარი, რა თქმა უნდა, ეხმიანება ისეთ დღესასწაულებს და აქციებს, როგორც დედამიწის დღე, ასევე 26 მაისი, ასევე წითელი ჯვრის დაბადების დღეზე ვაკეთებ სხვადასხვა მოხალისეობრივ აქციებს, რის შედეგადაც როცა აი რაღაც პროდუქტს გავიტან, ჩვენს მიერ გაკეთებულ როგორც მძივებს ავაწყობთ რაღაც ჭიქებს და რაღაცებს და ავყიდით და შემოსული თანხით ვეხმარებით ან რა თქმა შეჭირებულ ოჯახს ან რომელიმე ბავშვთას ან ასე შემდეგ და ყველა თანხა რაც შემოდის მაქსიმალურად ვიცოდეთ იმისათვის რომ დავეხმაროთ სხვებს, რაც უდიდესი შვება და ესე ვთქვათ მიღწევა ჩვენთვის. წითელი ჯვარი ასევე ახალგაზრდების მიმართულებითაც მუშაობს, ვერთობით სხვადასხვა აქტივობებში, რომლებიც განათლებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდებში აქტიურობის წახალისებას ეხება. მონაწილეობას ვიღებთ ასევე ტრენინგებშიც, საინფორმაციო კამპანიებში და იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც უსაფრთხოებას, პირველად დახმარებას და ჯანმრთელობის ცხოვრების წესს ეხება. რა არის ყველაზე რთული და ყველაზე სასიამოვნო მომენტი
მომენტი თქვენი საქმიანობიდან ამაზე პიროვნული შთაბეჭდილებები რო გაგვიზიაროთ. პიროვნული. მოკლედ, ყველაზე რთული შეიძლება ითქვას ის ფაქტორია მარიამ ახსენ, ხშირად ვეხმარებით ის ოჯახებს, რომელიც აი მან ბავშვთა ასაკს და ან შეჭრებულ ოჯახებს, რომელსაც არ აქვს საშუალება, რომ აი წინა სასკოლოდ მაგალითად უყიდოთ თავიანთ შვილებს რაღაც ტანსაცმელი ან რაღაც მსგავს რაღაცებს და ეს პიროვნულად იმდენად რთულია, როცა ხედავ ამდენ ახალგაზრდა შენტო ახალგაზრდებს, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ უბრალოდ წავიდნენ სკოლაში და რაღაცით განათლება მიიღონ. ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ყველანაირად ვსწრაფო დავეხმაროთ ყოველთვის. რთული ალბათ, მაგრამ რამხელა ის შვება ამის შემდეგ უდიდესი შვებაა, იმიტომ რომ ხვდები რომ შენი წვლილი გააკეთე, ის ადამიანი გააბედნიერა და მიეც იმის საშუალება, რომ სხვებისნაირი ყოფილიყო. გარდა ამისა, ყველაზე რთული ისიც არის, რომ ეს ყველაფერი, თქმა უნდა, დიდ დროს მოითხოვს და დამღლელიც არის, იმიტომ რომ ენერგიის გარშე არაფერი არ ხდება, მაგრამ ეს ენერგია შემდეგ ორმაგად ესე ვთქვათ, ფასდება და ამ კარგი საქმეებიდან გაკეთების შემდეგ უფრო მეტ ენერგიას ვიღებთ ახალგაზრდებისაგან. მარიამ, შენ რაც გაიხსენებდი ამ მომენტებიდან, ყველაზე რთული და სასიამოვნო მომენტი შენი საქმიანობიდან. რა თქმა უნდა, რთული განსაკუთრებით არის ის, რომ წელს როგორც ვიცით, ძალიან რთული ზამთარი გადავიტანეთ და ზოგადად ადამიანს საერთოდ სახლიდან გამოსვლის შესაძლებლობაც არ ჰქონდა და ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო ამ ხრივაც და რა თქმა უნდა, რთულია მოხალისეობა, მაგრამ შედეგები იმდენად პოზიტიური არის, რომ ეს ყველაფერი ამათ ღირდა. ჩვენც ხშირად გქონია ესეთი შემთხვევა, რომ ამ დიდთოობის დროს სახლიდან ვერ გამოვდიოდით, მაგრამ იმდენად დიდია სურვილი, რომ სხვა ადამიანი გააბედნიერო ამ შენი მისვლით და უბრალოდ დაეხმარო იმ ადამიანს პირველადი საჭიროების ნივთებით, რომ შენი პირადი საჭიროება უკვე გვერდზე იდება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვა ანიჭებ დიდ ბედნიერებას, შენც რაღაცნაირად ძალიან ბედნიერი ხდები ხოლმე და შესაბამისად ეს ორმხრივი ბედნიერებაა და არა მხოლოდ ერთი ადამიანის. გარდა ამისა, იმისას დავამატებ, რომ ერთ-ერთი კიდევ ჩემთვის პიროვნულად რაც ყველაზე მეტად ეს თქვა მოუხდა გულზე ის იყო, რომ ჩავატარეთ ეს თქვა შეხვედრა სხვადასხვა თაობების რა ქვია ადამიანებში, როგორიც იყო განსაკუთრებით ახალგაზრდებს და მოხუცებში, რამაც ყველა დიდი გავლენა ექონია, იმიტომ რომ ხედავდით მათში რაღაც იმედს, რაღაც ახალი სწავლის სურვილს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ახალგაზრდები და მოხუცების კოლაბორაცია ხდება ერთად, იმიტომ რომ იმდენად ბევრი ინფორმაციას ცვლიან ერთმანეთში და იმდენად დადებითი ენერგია მოდის მათგან, რომ შემდეგ მთელი კვირა იმდენად კარგი ენერგიით ვიყავი დამოხტული, რომ ასმანეთ არ შეიძლება და ისიც უნდა ვახსენო, რომ ერთ დღეს ძალიან ესე ვთქვათ სოციალურ შეხვდა ესეთი რაღაცა გამოკითხვა იყო ქუჩის, რამაც ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე, რომ ეკითხებოდნენ, რომ რა თქვენი აზრით, რომ რატო ზუხავთ მოხუცებსო, რა აი ძალიან ცუდად იყო კითხვა დასმული, რამაც უარყოფითად იმოქმედა, იმიტომ რომ ესეც დეზინფორმაციაა ერთ-ერთი და მასეც ვისაუბრეთ და მოკლედ მოხუცებთან და ახალგაზრდათა კოლაბორაცია ნიშნავს იმას, რომ რაღაც ახლი შესწავლოს და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რამაც წითელმა ჯვარმა ჩაუყარა საფუძველი შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ ეს ადამიანები უდიდესი გამოცდილების მფლობელი ადამიანები არიან და ეს ამ ყველაფრის გაზიარება უდიდესი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ მომავალში მათი განათლება და მათი გამოცდილება გავიზიაროთ და გამოვიყენოთ. ანა, შენ ამას ხომ არ გაიხსენებდი ისეთ მომენტს, რაც განსაკუთრებულად აგამახსოვრა და მიგახვედრათ, რომ ეს მოხალისეობა არის თქვენი საქმე. მე ზოგადად ვიტყვი, რომ ყველაზე რთული მომენტი არის, როცა დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ და მაგალითად დრო ან რესურსი არის შეზღუდული, მაგალითად იქნება ის, რომ მოკლე დროში უნდა დაგეგმო რაღაცა ღონისძიება ან გუნდის კოორდინირება უნდა მოახერხო, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად ყველაზე სასიამოვნო არის ის მომენტი, როცა ხედავ, რომ ეს ამდენი მუშაობა რეალურად გიფასდება და იმის განცდა, რომ რაღაც სასარგებლო გააკეთეს პროცესები мотивაციას და ენერგიას უფრო გმატებს და გინდება რომ უფრო აქტიური იყო და უფრო მეტი კეთილი საქმე გააკეთო. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდები რომ ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში და არა მხოლოდ ახალგაზრდები? ახალგაზრდები მოხალისეობაში უნდა ჩაერთონ, რადგან ეს მათ აძლევს შესაძლებლობას მართლა შეიტანონ წვლილი საზოგადოების განვითარებაში. განვითარონ მნიშვნელოვანი უნარები და ზოგადად უკან გაიცნონ საკუთარი ინტერესები და ძლიერი მხარეები. ზოგადად მოხალისეობა აძლიერებს ლიდერობას, გუნდურობას, პასუხისმგებლობას და თვითდაჯერებას. ამასთან ჩვენ ახალგაზრდები ვხვდებით უფრო აქტიური მოქალაქეები, ვსწავლობთ ემპათიას, ურთიერთობას და სხვების დახმარებას.
და სწორედ ჩვენი ჩართულობა ქმნის პოზიტიურ ცვლილებებს, ჩემი აზრით, უფრო სოლიდურ ყურადღებიან საზოგადოებას, რაც მომავლის გარანტია. კი, ასევე იმ ფაქტს დავამატებ, რომ მოხალისეობა ახალგაზრდებისთვის საუკეთესო გზაა, რომ გაიზარდონ, იმიტომ რომ მოხალისეობა უკვე ის არის, რომ შენ თავზე მარტო აღარ ფიქრობ უკვე სხვებზეც, სხვების განვითარებაზე, სხვების საჭიროებებზე, ასევე პრაქტიკული უნარებით შეიძინო და გაიცნო სხვა ადამიანების. ეს გამოცდილება კი ბევრს, ანუ კარიერული გზითაც ეხმარება, რომ განვითარდნენ და რაც მთავარია, შინაგანითაც აძლევს ეს ყველაფერი ადამიანს. ანუ მოხალისეობა არის საქმე, როცა უსასყიდლოდ აკეთებს საქმეს და გინდა გაუზიარო სხვა ადამიანს, თუნდაც ემოცია, სითბო, ან ასწავლო ის ელემენტარული უნარები, რაც შენთვის შეიძლება მარტივია და მისთვის შესაძლებელია რთული იყოს იგივე ტელეფონის გამოყენება თუნდაც მოხუცებში, ან სახლი დაულაგო, როგორც ახლა მარიამმა აღნიშნა. და ეს ძალიან კარგია, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ჩამოყალიბდება სრულფასოვან მოქალაქედ, რომელსაც აქვს თავისი პასუხისმგებლობები და თავისი ვალდებულებები. რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომელიც ფიქრობენ, რომ გახდნენ მოხალისე, თუმცა ვერ ბედავენ ან ფიქრობენ იმას, რომ აიცი რა სხვა შეიძლება იყოს და მოდი მე გვერდზე გავდგები. რატომ არის მოხალისეობრივი საქმიანობა მნიშვნელოვანი? აი, ვურჩევდი, რომ პირველი ნაბიჯის გადმას არ დაელოდონ, ან იდეალურ პირობებს, იმიტომ რომ ეს თითქმის არ არსებობს ჩვენს ცხოვრებაში. მთავარი არის მცირე, მაგრამ რეალური ნაბიჯების გადადგმა, რადგან ეს მცირე ნაბიჯი ქმნის ამ იდეალურობას. როცა დაიწყებ პირველი ნაბიჯის გადადგმას, ნახავ, რომ უფრო ვითარდები და ყველაფერი იმაზე უფრო მარტივი იქნება, ვიდრე გეგონა. და გზაში გახდება უფრო და უფრო გასაგები და თუ რა გინდა და რა შეძელი შენ. მე ასევე მიმაჩნია, რომ პირველ ნაბიჯში ყოველთვის ყველაზე მეტი სიამოვნებაც ჭირდება. ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ, მაგრამ ვერ ბედავენ დაწყებას, ურჩევ, რომ უბრალოდ ერთი ნაბიჯით დაიწყონ მეც, როგორც ანამ ახსენა. ერთ შეხვედრაზე მივიდნენ, ერთ აქტივობაში ჩაერთონ, მცირე დრო გამოყონ უბრალოდ, თუნდაც 9 საათი არ არის საჭირო სრულყოფილება, მე სანას დავეთანხმებოდი. მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ სრული გამოხატონ და გულწრფელები იყვნენ და მოხალისეობაში ყველა გამოსვლება ფასეულია და არც ერთი ადამიანი არ არის უნიშნელო. როცა ჩაერთობიან ამ პროცესში, მალევე იგრძნობენ, რამდენად დიდ ძალას ანვითარებენ და რამდენად დადებითი ცვლილებას ქმნიან. მთავარი არის გაბედვა და დანარჩენი უკვე თავისით მოდის ხოლმე. აი ახლა ჩვენს მსმენელს რომ უნდა წითელ ჯვარში გაწევრიანება მოხალისეთ. რა ეტაპები უნდა გაიაროს, როგორ უნდა ჩაერთონ წითელი ჯვრის ორგანიზაციაში მოხალისეთ? პირველ რიგში ჩვენ გამოცდილებას მოგიყვებით. თავიდან მე და მარიამმა დავიწყეთ ანა ეხლა შემოგვიერთდა. თავიდან ესე ვთქვათ, აღმოვაჩინეთ ძალიან შემთხვევით წითელი ჯვარი, იმიტომ რომ მის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობდით, ეს იყო დაახლოებით 4 წლის წინ, საკმაოდ პატარები ვიყავით, მაგრამ როცა მივედით, თავიდან ვერ ხვდებოდით რა ხდებოდა, მაგრამ იმდენად თბილი და სასიამოვნო გარემო დაგვხვდა, რომ 4 წელია იქ ვარ და რა თქმა უნდა ძალიან გაგვიჭირდება მათი დატოვება. შემდეგ უკვე სხვა ახალგაზრდები მოვიკრიბე და მათი გაწევრება ხდება შემდეგი ძალიან მარტივად. უბრალოდ თავარია გქონდეთ სურვილი და მონდომება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. უბრალოდ მოხვალთ წითელ ჯვარში, აგიხსნიან ყველაფერს რა, როგორ, რატომ გინდა თქვენი სურვილის ამ, შეავზეთ პატარა ანკეტას და ამის შემდეგ ხდებით წითელი ჯვრის მოხალისე. რას გაძლევთ მოხალისეობა? სამივემ რო გამცეთ ამაზე პასუხი, როგორი შთაბეჭდილებები და როგორი ემოციები გაქვთ? ზოგადად, რადგანაც მოხალისე მქვია, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს ვარ ამაყი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩემ თავს ვეხმარები განვითარებაში, ასევე ვეხმარები სხვებს, როგორც ახალგაზრდებს, ისევე სხვა საკავშირო წარმომადგენლებისთვის და არაერთ შეხვედრას ვესწრებით სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მსგავსი შეხვედრები უფრო მეტად, რადგანაც არა მარტო რაღაცა ჩვენ განვითარებაზე ვზრუნავთ, არამედ სხვების განვითარებაზე მაინც სხვანაირად მიიღება ჩვენთვის. ამიტომ მოხალისეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მოხალისეობა ჩემთვის პირველ რიგში თვით განვითარების შესაძლებლობაა. ის მაძლევს შანსს, რომ დავინახო თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩემს მცირე და პატარა ნაბიჯებს საზოგადოებაზე ზოგადად. ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ ვსწავლობ ახალ უნარებს, როგორებიცაა მაგალითად კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ასე შემდეგ. ასევე არ შემიძლია რაღაცა ჩოხატაურის ფილიალის, ესე ვთქვათ, ლიდერები, რომლებიდანაც მოდის ძალიან კარგი განწყობილება და ყოველთვის ათარიან იმის, როგორც ჩვენ დაგვეხმაროთ
დაიხმარო ასევე სხვადასხვა ახალგაზრდებს თუ მოხუცებს დაიხმარო განვითარებაში, იმიტომ რომ არაერთხელ მოხდა წითელ ჯვართა კოლაბორაცია და ყოველთვის წარმატებით წასულა ეს ყველაფერი. მადლობა მინდა გადაუხადო მათ ასეთი გარემოსთვის, იმიტომ რომ დღეარ გავა ახალგაზრდა კი სხვადასხვა საკითხის წარმომადგენელი იქ რო არ ყოფილიყო და რაღაცაში არ დახმარებოდნენ მათ და ამიტომ მადლობა უნდა გადაუხადოთ მათ. მეც ვიტყვი რომ მოხალისეობა პირადად მემაძლევს საშუალებას რომ ვიყოს სხვებისთვის საჭირო, ვიგნო საკუთარი მნიშვნელობა და დადადებითი გავლენა საზოგადოების მიმართ. ამ პროცესში მივითარა კომუნიკაციის უნარს, გუნდური მუშაობის ლიდერობის პრობლემის გადაჭრისა და ორგანიზაციულ უნარებს. გარდა ამისა, მოხალისეობა სიხარულს და შინაგან მშვიდეს მჩუქნის, რადგან ხედავ როგორ იცვლება ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ. კარგი იქნება თუ მოხალისეობა ჩვენი კულტურის ნაწილადაც იქცევა. ამ პროცესში უფრო დიდი რაოდენობით ჩაერთობიან უფროსი თაობის წარმომადგენლებიც, რათა გამოცდილება და ცოდნა ახალ თაობებს გაუზიარონ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ ესე აქტიურად ხართ ყველაფერში ჩართული და დარწმუნებული ვარ იმხელა мотиваცია და შესაძლებლობები გაგაჩნიათ, რომ აუცილებლად ბევრ ადამიანს ჩაითრევთ ამ კარგ საქმეში. წარმატებებს გისურვებთ. მოხალისეობა ეს არის ძალა, რომელიც შეცვლის არა მხოლოდ სხვას, არამედ თავად მოქალაქეებსაც, როგორც თქვენ ისაუბრეთ. დღეს ჩვენ სტუდიაში მყოფი წითელი ჯვრის მოხალისეები ამტკიცებენ, რომ სითბო, თანადგომა და ადამიანობა ყველაზე ძლიერი ენერგიაა, რომელსაც შეუძლია საზოგადოების გაძლიერება და შეცვლა კეთილდღეობისაკენ. დიდი მადლობა, რომ დრო დაგვიხთმეთ, დიდი მადლობა ჩვენს რადიო მსმენელს. კარგად ბრძანდებოდეთ მოვალ შეხვედრამდე.